ანუ ზალდედამთილის ამბავში? Čo რა არის, აი თავიდან დედაჩემმა მაგრა გაჭედა რა. Ფილოლოგი ხალი ვარო და ესეთი მეტყველების ძალი არ მეკადრებაო რა. მაგრამ რა არის, აი მაგალითად ექიმებს რა. ხო აი ვაფშე ყველა ცუდი კალიგრაფია აქვთო. მაგრამ ხო არიან კაი ექიმები არა? აი ხვდები ხო ლოგიკა საით მივყავართ რა. პონტია რა. თან ბიჭო ეს პატარაა რა, ჯერ არ იცის ბევრი რამე რა. პატარა იყო თოцолად რომ მოვიყვანე რა. ფაქტიურად მეუზრდი რა. ხა ბევრი რამე ვასწავლე ძალიან, ბაზარი არ არის, მაგრამ აი ხა იმ დღეს რის გულისთვის მომიშალა ნერვები დო. ბიჭო ვერ გავაგებინე რა, რომ მოკლეკაბა უხდება შეყვარებულს დო. ცოლი ვაფშე სხვა თემაა რა. და უკვე ბავშვი ხო ვაფშე სხვა განზომილებაა დო, ყადაო. თან ბავშვი მაგარი ტიპია ძალიან რა, ბუხუტიკო დო. ეხა მე ჯერ ხელში ვერ ამყავს ხვაზე ხარ, მაინც აი პატარაა და აი რაღაცა ვერ მოვე რაღაც ხვაზე ხარ რა. მაგრამ რო გაიზრდება, აი მენა მე უნდა მივხედო რა. ფეხბურთზეც ვატარებ. რავი, ყველგან რა. ნუ ეხა სოლფეჯიოზე ბაზარი არ ვატარებ რა, მაგრამ გიტარაზე ვატარებ თო. უეჭველი, ინგლისურები დაუკრას და რამე რა ხვაზე. ხო, და ინგლისურზეც ეხა რა, სხვა ვარიანტი არ არის თო. აბა ლევანა ბიჭო თავის ბავშვი ფრანგულზე რო შეიყვანა თო. რა ზერჩი ბავშვი თო. ყადაო. ხო, კაი, ცოტა სხვაგან წავედი რა. ხო, ანუ ზალდედამთილი ხო? Čo რა არის, ეხა იმ დღეს დაეტაკნენ ერთმანეთს რა. ეხა ეს კი ეციკვინებოდა ხვაზე ხარ, მაგრამ ფილოლოგალს ეხა სიტყვაში მოვუგებდო. დედაჩემს რო კითხო დაუბერდიო. არა და რა ფორმაშია იცი? ო რა გაამწარა თო. ბოლოს ეხა ამომასხა ეხა მე ჩავერიე რა იასნია და ამ ჩემ ცოლს ერთი რო შევხედე და დაუბრიალე თვალები, ეგრევე გაჩერდა რა. ესეა რა. ოჯახში თუ კაცი კაცობს, ყველა პრობლემა მოგვარდება რა.